მოგესალმებით თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. ჩვენ 3 კვირა არის არ ყოფილვართ ეთერში საახალწლო დასვენებებიდან გამომდინარე და ამ 3 კვირის განმავლობაში ჩვენი თემის ირგვლივ რაც არის ევროპის თუ ამერიკის გეოპოლიტიკური მდგომარეობა დღეს იმდენი რაღაც შეიცვალა, რომ ძალიან ბევრი თემა გვაქვს, რომელზეც ღირს საუბარი. მაგრამ უახლესით დავიწყებთ, რაც არის ჩინეთისადმი ევროპის ქვეყნების შემოტრიალება, შემოbrunება, რაც გულისხმობს იმას, რომ ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, ქვეყნები, რომლებიც აქამდე ყოველთვის ძალიან დიდ წინააღმდეგობაში იყვნენ ჩინეთთან, როგორც სავაჭრო პარტნიორთან, ისინი ახლა ეხვეწებიან ჩინეთს, მაკრონის განცხადება დაოსის ეკონომიკური ფორუმიდან იყო, რომ ჩინეთს ადგილი არის ევროპაში და მოუწოდა, რომ მათ საწარმოები გახსნან საფრანგეთში და მეტი ეკონომიკური დივიდენდი შეიტანონ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. დღეს ვისაუბრებთ ამ ევროპის ამ შემოbrunებაზე. ჩვენ როდესაც ამ გადაცემის სახელზე ვმუშაობთ, თქო ვფიქრობდით, რა თქმა უნდა ეს მოლოდინები გქონდა დაახლოებით, იმიტომ რომ ევროპის როგორც ესეთი ანთროპოლოგიური, მორალური, პოლიტიკური, ეკონომიკური დაცემა ხორციელდება და ვხედავთ, რომ ევროპა ჩვეულებრივად ნადგურდება როგორც ცივილიზაცია, პოლიტიკური და ეკონომიკური პარამეტრებითაც ყველა მიმართულებით, მაგრამ ასეთ დონეზე, აი არ ვიცი როგორ მოუძებნო მას აკადემიური სიტყვა, გაფარჩაკებას ნამდვილად არ ველოდი რა, რაც ხდება ეხა ევროპის თავს. ჩვენი გადაცემა მე მგონი ძალიან მაგარი ვალვაცია იხმა. ხო, ჩვენი გადაცემის სახელი მე მგონი ძალიან წინასწარმეტყველური და ძალიან ისეთი კონცეპტუალური აღმოჩნდა, ეს ვთქვათ შპენგლერის მე. ხო, თემის გარეშე. ეხლა უშუალოდ თემას რო დაუბრუნდეთ, ხო, ჩვენაც გასულებელ ყავჩებულებაში მართლა დაუბრუნდეთ, ესეთი ცვალებადი სამყარო, ესეთი აჩქარებული, ფორსირებული ფორმებით, ხო, მართლა გეომეტრიული პროგრესიით იცვლება, მართლა ათეულობით წელი რასაც ჭირდებოდა, ეხლა ხდება ეს გადალაგება და ამ გადალაგების შემდეგ, აი 2-3 წელი იქნება, რაც გვეტყვის, როგორ ვიქნებით 30 და 40 წელი შემდეგ. ჩვენ უყურებთ, რომ მაგალითად ამერიკის ის უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც გამოაქვეყნეს, რაც გულისხმობს თავის კონტინენტზე და იქ გარშემო ვთქვათ გაძლიერებას, კონტინენტური ევროპისადმი სრულად ხელის გაშვებას, ის დასუსტებულია კონტინენტური ევროპა, ეგრეთ წოდებული ასევე ევროკავშირი, რაც არის დასუსტებულია როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად, აქვს თავისი პრობლემები, კულტურული მიმართულებით, პოლიტკორექტულობა, აქვს თავისი პრობლემები საიმიგრაციო მიმართულებით, პოლიტიკური საკითხები და ეკონომიკური, საწარმოო პრობლემები არის. ყველა იყო მთლიანად ამერიკაზე ჩამოკიდებული, როგორც თავდაცვის მიმართულებით, ისე ეკონომიკური პარამეტრებით, ეხლა რჩება მარტო არის შეშინებული, რაც ყველაზე მთავარია, ეშინოდა რუსეთის და აღმოჩნდა, რომ უნდა ეშინოდეს ამერიკის, იმიტომ რომ დანიას პირდაპირ სამეფოს ართმევენ ერთ-ერთ მიწას და ართმევენ ამას კიდე თავისი ვერბალიზაციის ფორმა აქვს და როგორ საჯაროდ როგორ დააპოზიციონირებ და ართმევენ ისე, რომ ან თქვენნებ, ან ძალითა ჩვენთან, ნებითა თქვენითა რა, რაღაც ისე ძალიან უხეში ფორმები. რაც შეეხება ჩინეთის საკითხს, მე ერთ პატარა ნიუანსს გავიხსენებ, თუ გახსოვთ, ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, გამჭვირვალეობის კანონი, როდესაც ჩვენ ვიღებთ, რომ ამბობდით, რომ ეს ევროპულ ქვეყნებსაც გააჩნიათ, რას გასუხობდნენ თუ გახსოვთ. ეს სამაგიეროდ ჩინეთისგან თავდასაცემად. ხო, ტრის და გარე ძალების და აქ იგულისხმება ჩინეთი და რუსეთიო და პირველი მე მგონია რომ ევროპა ერთი რუსეთს ასევე ისე ეშინია რომ დაუბრუნდება იმ მაკრონის უძველო კონცეფციას რომ ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე დიდი ევროპის მწამსო და რაღაცა რუსეთსაც შეეხვეწებიან, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ეხვეწებიან ჩინეთს. მაკრონმა უკვე გააკეთა რუსეთს მოსამართლეს განცხადება რომ უნდა დაბრუნდეს რუსეთი ევროპის წიაღში და მოლაპარაკებების მაგიდასთან. აგრეთვე აი მაგ უსაფრთხოების ნაწილზე ბრიტანეთი, რომელიც ამდენი წლის მანძილზე უკრძალავდა ჩინეთს საელჩოს მშენებლობას ბრიტანეთში, ახლა გიგანტური საელჩოს პროექტი დაუდასტურა, მწვანე აუნთო და შენაც ექნება თავისი დიდი საელჩო უკვე ბრიტანეთში, ну, გარდა იმისა, რომ
ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სრული მზაობა განუცხადა და პირიქით ამ მზაობა არა, პირიქით ამ თხოვნები მისდის ახლა ჩინეთს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ვაჭრობა გახდეს უფრო ფართო და კანადამ მოუხსნა 100%-იანი მანამდე ტარიფი რაც ედო საავტომობილო შეძენაზე ჩინეთთან ან ყველა ევროპის ესეთი დიდი ქვეყანა, ჯერჯერობით ცოტა გერმანია ბუქსაობს, გადადის იმაზე, რომ ჩინეთი უნდა გახდეს მათი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი. ისევ ის, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ გადაცემაში, რომ რაც საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო, იქნება ეს იდეოლოგიური, რიტორიკულ დონეზე თუ საგარეო პოლიტიკის დონეზე, კვლავ გვიან გამოძახილს ნახულობს ევროპაში, იმიტომ რომ ჩვენ პირველი ევროპის წარმომადგენელი კულტურა და ქვეყანა ვიყავით, რომელმაც ესე ღიად პარტნიორობა გააფორმა ჩინეთთან და საავაჭრო შეთანხმება და გააფორმა და ანაკლიის პორტზე შეთანხმებას მივაღწიეთ და ჩინეთი უკვე წარმოქმნილი იქნება ანაკლიის პორტში. ხო, ეგ არის კიდე ძალიან ნიშანდობლივი რა. ჩვენ დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყეთ განსაკუთრებით აი ჩვენ ამ გადაცემაში ბევრჯერ გვეხსენებია რაც იყო აი ნეოკოლონიალიზმს, ამ თვითკოლონიალიზმს, რაც 30 წელი ჩვენთან ხორციელდებოდა განსაკუთრებით იმ შიზმის პერიოდში, რომ დასავლეთი არის ღმერთი და რასაც გვეთქვის მაგალითად ბალტიის პირელი ან ვიღაცა ევრობიუროკრატი ან სადღაც ელჩი რომელსაც უბრალოდ ჯონი ან რაღაც ქვიავსო ეს არის თეთრი ღმერთი მოვიდა და უნდა მოусმინოთ რა თეთრკანიანი ღმერთი მოვიდა და ესე იგი აი იქ რა როგორც იყო რა აფრიკულ ქვეყნებში მაგრამ კოლონიალიზმის პერიოდში. ეხლა შეხედე რა არის აქ მნიშვნელოვანი. ჩვენ ოდესაც ამ კოლონიალიზმს დავაღწიეთ თავი მაშინ რა დისკურსიც დავიწყეთ მართლა პოლიტიკურ დონეზე იქნებოდა ეს კულტურული მიმართულებით ხო ოჯახური ღირებულებები ბავშვთა არასრულ ყოველთა დაცვის შესახებ კანონი ასევე ჩვენ პოლიტკორექტულობის მიმართ ყველაფერი ჯერ იყო და ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ერთ-ერთში არა თუ გაიმეორა განახორციელა რაღაც რა პოზიცია ჩვენ გვქონდა ყველაზე მთავარ რუსეთ-უკრაინის ომის ესე იგი ვითარებასთან მიმართებაში რა იყო თან განსაკუთრებით ჩვენი სენსიტიურია იმიტომ რომ ჩვენ გვერდით ხდება რა ეს ომი და ძალიან მარტივად შეიძლება შეგვეხოს და შეგვხებოდა და როგორც გვაქეზებდნენ რა ეს ესე იგი არაკეთილი მოსურნეები ჩვენი ქვეყნისა გაუძინებელი მეგობრებო კი ბატონო რაც ჩვენი პოზიცია იყო ის გააჭყერეს შემდეგ უკვე ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკის და უკვე ევროპულმა ქვეყნებმაც რომ იცი რა უკრაინას ნამდვილად ჩვენ ესე ვერ დაგეხმარებთ ვერც ნატოში ვერ მიგიღებთ ყველაფერი ფარსი ყოფილა რის გამოც იომეთ და შენ წარმოიდგინე უკრაინელი ხალხის პოზიცია რომ ეხა იგებენ რომ რის გამოც იომეს თურმე ფარსი ყოფილა ყველაფერი რა და ვიღაცის ესე იგი პრაგმატულ ინტერესებს შეაკლეს ამდენი ადამიანი და ამხელა ტერიტორიები ესე იგი საქართველოს პოზიციები დღეს უკვე აი ფორმდება ოფიციალურად რომ იყო წყალგაუვალი 100%-იანი. აი 100%-იანი. და ეს პიონერული თან, იმიტომ რომ მართლა მთელ ევროპასა და ამერიკაში ჩვენ დავიწყეთ ის გეოპოლიტიკური როგორც რიტორიკა ისე სულების განხორციელება, რომელიც ძალიან დაგვიანებულად, იმიტომ რომ ჩვენ აქამდე ბევრჯერ გველაპარაკია ხო იმაზე, რომ საქართველოში როგორც პერიფერიაში ცენტრიდან წამოსული ხმა ძალიან დაგვიანებული ეკოდაღი ქმებოდა და გადალაგდა ეს ყველაფერი და ნიჭიერი ხალხი ვართ და ჩვენ აღმოჩნდით ცენტრი და გავუშვით პერიფერიისკენ ესე იგი ჩვენ რო დაუბრუნდეთ ამ ჩინეთთან ევროპის შემოbrunების საკითხს სადაც ნუ ესთან არ არის ევროკავშირის შემოbrunება სადაც ცალკეულად ევროპული ქვეყნების იმიტომ რომ ჩინეთი მანდაც სწორად ოპერირებს რომ არ ელაპარაკება ევროკავშირს როგორც ბლოკს არამედ თითოეულ ცალკეულ ქვეყანას და მათ ლიდერებს ესაუბრება პირად შეთანხმებებზე ეს შემოbrunება ჩვენთვის რამხელა სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს ეკონომიკურ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ანაკლიის პორტი ვახსენეთ, რომელსაც ჩინური კონსორციუმი აშენებს და რომელიც შუა დერეფნის იდეალური ვარიანტი ხდება, იმიტომ რომ ჩრდილოანი დერეფნიდან გადმოვა უკვე ჩვენზე ევროპაში ჩინეთის და ევროპის სავაჭრო მიმოსვლის მთავარი ჰაბი ჩვენ გავხდებით, რაც ერთი რო არის
ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მეორე ევროპისთვის გახდა უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ შეგვიძლია გვაქვს იმის პოტენციალი ამ გადმოსახედიდან, რომ რაღაც ეგრეთ წოდებული რაღაც ვენის ფუნქცია შევითავსოთ, ამ ტვირთების გამტარი მთავარი პორტი გავხდეთ და თან ანუ ამას ემატება ის, რომ რაზეც მაგალითად მთელი ლიბერალური სპექტრი და ოპოზიცია სულ ამბობდა, რომ რაღაცა პარტნიორებთან არ შეიძლება ასაუბრებთ, რომ უსაფრთხოების ნაწილს ვკარგავთ, ანუ ანაკლიის სპორტი ჩვენ შეგვიძლია იმხელა უსაფრთხოების გარანტია მივიღოთ, იმიტომ რომ ეს იქნება ევროპის ეკონომიკური გარანტორი და აგრეთვე ჩინეთის ეკონომიკური გარანტორი, ანუ ორი უმსხვილესი მოთამაშე მსოფლიო პოლიტიკის, როდესაც შენი სატრანზიტო დერეფნით ისარგებლებს, რომ ერთმანეთის კაპიტალი გააძრეალოს და ვაჭრობის მიმოცვლა ქონდეს, ამაზე დიდი კოზირი ალბათ იშვიათად რომ რავი შეიძლება ქვეყანას ასევე ძალიან აქტუალურია დღეს შვიდობის კონცეფცია, რომელიც ტრამპმა წარადგინა და მას უკვე თქვათ ინსტიტუციური ჩარჩო და მიმართულება მოუძებნა. ჩვენი ქვეყანა ასეთ რთულ ვითარებაში, სადაც ყველგან რეგიონში ჩვენ გარშემო ცეცხლიენთო იქნებოდა სომხეთ, აზერბაიჯანი, რუსეთ, უკრაინა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები, ხო? ჩვენი ესე აუხსნევად, უცნაურად, ხო? მაგრამ რაღაცა სასწაულის ძალით შევძელით რომ მშვიდობა დაგვეცვა და შესაბამისად ესეც გარანტორია, აი ეს ამდენწლიანი მშვიდობის ჩვენი პრაქტიკული მაგალითი რა და ამას ემატება უკვე შემდეგ თქვათ პრაგმატული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ყველას აწყვეტს. ჩვენ უკვე დაოპოზიციონირდით როგორც აი მშვიდობის, ანუ ქვეყანა სივრცე, სადაც არის მშვიდობა და სადაც შეგიძლია შენ უმიანობის, იქით არეულობების ძალიან რთულ პერიოდშიც კი აქ საინვესტიციო გარემოც საინტერესო იყოს, ყველა მიმართულებით საინტერესო იყოს აქაურობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს კიდე ერთხელ არც ხას უსვავს რა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს. მე ვიტყოდი რომ ამ პროცესებიდან, ხო, არის საქართველოს როგორი მოგებული ჩვენ რაღაცა ისტორიულ თქვათ გამარჯვებამდე ვართ რა მისულები რომ აი ჩვენ თავში გადავლახეთ ჩვენ კულტურულ ასპექტებში ძალიან ბევრი რამე გადავლახეთ და ძალიან ახალი რეალობისკენ გავით, იმიტომ რომ მანამდე ვიყავით მე ვიტყოდი პირდაპირ აი ვასალი ქვეყანა დასავლეთის რა, განსაკუთრებით მიშიზმი იყო ამის აპოთეოზი რა, რაც გააკეთა. ასევე შეგვიძლია რაღაცა კომენტარები ირანზეც გავაკეთოთ, იმიტომ რომ ესეც პრინციპში რეგიონალური საკითხია. მე არ მესმის საერთოდ ჩვენი შინნაზარდი შიდა კოლონისტების, ანუ ლიბერალების და კიდე ეს ევროპელი იყოს და კიდე ქართველი ვაფშე რა უნდათ, ანუ რატო ბალეშკობე რომ ამერიკამ ერთი ირანი დაბომბოს, მეორეც ერთი ევროპა. მან ხო მარტივი სქემაა, რომ რუსეთის გავლენიდან გადაინაცვლოს ამერიკის გავლენა. არა, ვერ დაბომბავენ და თუ დაბომბავენ, დაბომბა არაფერს არ შეცვლის რა. ეს მედია, ეს იქნება მედია სურათი, მაგრამ ირანის რეალობა და პოლიტიკური რეალობა და გეოგრაფიული რატო დასრულდა? იმიტომ რომ ვერაფერს ვერ იზავდნენ. შანსი არ იყო მაგისი. ეგ ერთი და მანდაც ზუსტად იგივე მედია პროპაგანდის ნარატივები, რაც უკრაინულ-რუსეთის ომზე იყო, რომ იმითი რა ქვია პიკულის ქილებით აგდებენ დრონებს და აქ რო ვიღაც ერთი ტიპის ფოტო რო აარჩიეს ყველაზე ევროპული გარეგნობის და იმის სიკვდილით დასჯის ქრონიკა რო გამოაცხადეს და ტიპი ვაფშე არსად რო არ დაუსჯიათ რა. და ბიჭო, მან კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ისაა, რომ თქვათ ესეც მედია манипуляციის ნაწილი ხო ხა მედიაში თქვა დასავლური ეს პროპაგანდისტები ძალიან ძლიერები არიან, ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ირანის ერთმა მოწოდებამ რომ ამერიკის სამხედრო ბაზებს ჩვენ ყველგან მაშინ ჩვენ გარშემო ახლო აღმოსავლეთის საფრთხეთ აღვიქვავთ და შემდეგ მთელი ახლო აღმოსავლეთ და გალფის ქვეყნები განსაკუთრებით როგორ შეშინდნენ ამას და როგორ ირეაგირეს, ეგ არის მნიშვნელოვანი. თორე ვიღაცების ბაკიბუქი არა რა განსაკუთრებით. მოკლედ ურთულესი ვითარება არის მსოფლიოში, იმიტომ რომ ტექტონიკური ძვრებია, დიდი გადანაწილება, დიდი ცვლილებები ხდება, ამიტომ არის ურთულესი ვითარება და ჩვენთან არაფერი არ იცვლება, იმიტომ რომ ჩვენ ამ გზას ვედექით რა. ჩვენ ამ გზას ვედექით, რომ პირველი არ გავხდებით საზარბაზნე ხორცი და ჩვენი ქვეყანა ჩვენთვის არის ყველაზე ძვირფასი რამ და საკრალური მნიშვნელობის და ვიღაცის ინსტრუმენტად ვერ გავხდით და ვერ შევაკლავთ ის, რომ მეორე ფრონტი უბრალოდ რუსეთის რაღაც 100,000 კაცი აქეთ გამოვახედოთ, მაგის გამო მთელ ქვეყანას ვერ გავწირავთ. ვამბობდით, რომ იზომირაზეს დაიწყო, გაუგებარია ეს საკითხები და ეგრეც აღმოჩნდა თვითონ ზელენსკი ამბობს აგერ, რომ
რა უქნა თუ ნატოში არ გვიღებენო და მაგიტო დაიწყო ყველაფერი, ეს უნდა აღინიშნოს, ასევე გრენლანდიის მიმართულებით რაც ხდება. მე ამაზე მაინტერესებს ასევე ლიბერალების პოზიცია რა არის, აი ევროპა მაგაზე ხო ვერ ვისმენთ. ხო და აი ეგეც გასარჩევია. არა და ის რეალურად ამერიკა ველური კაპიტალიზმის იმპერიის ყველა ნიშანი რაც შეიძლება და ოდესმე დაფარული ქონოდა, ყველაფერი გამჟღავნებული აქვს. ეს არის ძერჟავა, რომელიც ცდილობს რომ გაიძლიეროს თავისი პოზიცია სოფლიო პოლიტიკურ რუკაზე და ოღონდ ამას აკეთებს მართლა ისე რომ ველური დასავლეთის წესებით, კაუბოი შევიდა ბარში და იარაღი აქვს და ვისკის უფასოდ ეკუთვნის და ქალშიც ფული არ უნდა გადაიხადოს რა, ანუ ეგ მივა და მარტივად აიღებს რაც მისი იქნება. ამას შეხედა ამ ევროპამ, რომელიც აქამდე ასრულებდა რეალურად ვასალის როლს და მაკრონმა შემდეგ ამაზე გააკეთა განცხადება, რომ ამერიკის ვასალი ქვეყანა არ უნდა იყოს საფრანგეთიო, მაგალითად, როდესაც ჩინეთთან ეკონომიკურ ვაჭრობაზე, ვაჭრობის პოლიტიკის გადახედვაზე საუბრობდა. ამ მიმართულებით ჩვენ ვხედავთ, რომ აქეთ ზედმეტად საგარეო პოლიტიკაში გააგრესირებული ამერიკა და აქეთ ზედმეტად დაცვენანებული ევროპა როგორც ეკონომიკურად ისე თავდაცვის უნარიანობის თვალსაზრისით ერთმანეთში ისე კარგად ვეღარ არის მორიგებული, რაც ტიპის შეთანხმებები გაგრძელდეს მათ შორის, რაც თუნდაც იყო მაგალითად უკრაინა რუსეთის ომის დაწყების პერიოდში და ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენთვის იხსნება მართლა ისეთი უნიკალური შესაძლებლობები, როგორც რაზეც დღევანდელი გადაცემის ჩაწერა გადავწყვიტეთ, რაც არის ეს ჩინეთთან სავაჭრო პოლიტიკის გადახედვა წამყვანი ევროპული ქვეყნების მხრიდან და ჩვენ როგორც შუა დერეფნის თავარი რგოლი. ხო აი რაც შენახსენე რა, ხა ამერიკის დაბრუნება, ვთქვათ, იმ ველური და ვულგარული კაპიტალიზმის მეთოდებში, რაც იყო ვესტერნიდან შემდეგ, ნამდვილად ეგრეა, ჩვენ შეგვიძლია ამას ლევიათანიც დავარქვათ, რომელიც იყო სოციალური ხელშეკრულებების პერიოდიდან ომი ყველას წინააღმდეგ, ოღონდ დიდი მარეგულირებლის ამ ლევიათანის გარეშე და უზენაესი ხდება ამ შემთხვევაში ძალა. რომელიც გადასწონის, რომელიც არ ითვალისწინებს სისტემას, კონტექსტს, დისკურსს და არაფერს. თუ მანამდე ამერიკის პოზიცია იყო, რომ ვთქვათ, მისი ინტერვენცია გარკვეული ადმინისტრაციების ნეოკონების, ხო, მოდი ვთქვათ, ეს ინტერვენციონისტული პოლიტიკა ხორციელდებოდა ახლო აღმოსავლეთში და ეს იყო იმის შირმი, ესე იგი იმით შენიღბული, რომ აი ვთქვათ, ეს არის ანტიტერორისტული მოქმედებები, ხო? ხა ვიცით ერახში რაც იყო და დიკ ჩეინის პოლიტიკა და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ეს ყველაფერი იყო ვენესუელაც ოკეი, რომ აი არ არის ეგრე, მაგრამ კაი ოკეი თქო, რომ აი საერთაშორისო კრიმინალი, ახაცა ნარკოტრაფიკი და დანია და გრენლანდია არის როგორი არ ვიცი, აი ვერ ვამბობ, ანუ სამეფოს თან მიდიან და შენი ის ნერონს უნდა რომ მოკვდე. მან კიდევ ზამნიშნულოვანი გენელი გამოგრჩა ხაშე. ორივე არის ნატოს წევრი ქვეყანა. ანუ ერთი ნატოს წევრი ქვეყანა, ანუ იმ ალიანსის აი ამერიკა ნატოს უნარიანობას უნდა ზრუნავდეს და ერთმანეთს აძლიერებდეს თავდაცვის უნარიანობის ნაწილში. ერთი ორეს ეუნება რომ მე არ მადარდებს შენ სამეფოში ვაპირებ რომ და უფრო მნიშვნელოვანი მაგალითად აი ხო ამბობდნენ რომ საშინელია ეს რუსეთი ამან როგორ გაბედა ეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი მარტივი კითხვა მაქვს რა ბიჭო, ამერიკის სიტყვა რა არის? რომ რატომ ჭირდებაო ეს გრენლანდი? არა. ჩემი ბოლო ქალაქიდან უფრო ახლოს არის გრენლანდია ვიდრე კოპენჰაგენიდან. და თქვენ არ შეგიძლიათ დაცვამ ისე როგორც მე შემიძლია. ამას დაცვაზე არ არის, ამას ხვები წაიღებენ და ჯობე მე წაგართვაო რა. აი ჩვენი 90-იანები რო ავიღოთ და ვიღაცას აქ ყავს კარგი მანქანა ან რაღაცა და რო ართმევ, იმიტომ რომ რა მნიშვნელობა წახვალ და სხვა წაგართმევსო და არ ჯობია მე მქონდესო. აი ეს პრინციპი მოკლედ ყველამ და ეხა თავარია ჩვენ დისკურსულად საქართველოში იმას მივახციოთ, რომ ჩვენი ლიბერალები მინიმუმ ტვინის ის უბანი თუ გააჩნიათ საერთოდ, გაუნათდეთ სადაც დასავლეთი, გინდა ამერიკა, გინდა ევროპა არ არის აბსოლუტური სიკეთე, არის პოლიტიკური
ფიგურები, რომლებსაც აქვთ ინტერესები. აი გადავახციოთ ამ საკრალიზაციისგან. და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, საქართველოს მისია ეგ არის, იმჯელოს სადუფრო აწყვეტა ლავირებით თქვა თავისი ისტორიული მისია მე ეგეთი მგონია, რომ ხან ანუ ლავირებით აკეთოს ეს ყველაფერი. და ჩვენ ამ შიდა კოლონისტებს ეგ ტვინის უბანი უნდა გაუხსნათ, რომ ღმერთები იქით არ არიან. კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყანაში მოხდეს კოლექტიური გააზრება იმისა, რაც ბოლო ამ 3-4 წლის მანძილზე ბიზნესმენებმა და ქართულმა ოცნებამ თავის პოლიტიკაში, საგარეო თუ ლოკალურ პოლიტიკაში აწარმოა და რომელსაც იყო პერიოდები, როცა ამბობდნენ, რომ ეს იყო პრორუსული და ეს პრორუსული მერე ყველაზე პროამერიკული გახდა, იმიტომ რომ პირდაპირ ამერიკა საუბრობდა ზუსტად იგივეს, რასაც ჩვენ პრორუსებაზე გვედავებოდნენ. მერე იყო რომ პროჩინური და ეხლა მაშინ გამოდის, რომ მთელი ცენტრალური ევროპა გახდა პროჩინური, იმიტომ რომ ზუსტად იგივე მიმართება გაუჩნდათ მას. ანუ ის რომ ბიზნეს მანიშვილის ამ გონიურულმა სუვერენიტეტზე ორიენტირებულმა ეროვნულმა პოლიტიკამ შეძლო რომ იმ დროზე ადრე ვიდრე ეს ზარები გაისმებოდა იმ ცენტრში, რომელიც არის მაგალითად ამერიკა და ევროპა, საქართველოში ეს კონფიგურაცია დაალაგა, ეს მართლა მნიშვნელოვანი გასააზრებელი არის ჩვენც როგორც ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის და ამას კიდევ უფრო დრო რაც გავა, უფრო მკაფიოდ გამოჩნდება ეს ღვაწლი და ეს როლი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკურ წესრიგში. ეს არის ხაზგასმელი და ჩვენ აუცილებლად უნდა ჩვენი მისიაც არის რომ ეს თუ ვინმე ვერ ხედავს დავანახოთ ან კიდევ უფრო სწორად წარმოვაჩინოთ, ხაზი გაუსვათ რაღაცებს, არ არის ისე რომ თქვათ თვითონ დაინახავს ვიღაცა შეიძლება მიშველებად ჭირდება, რომ საქართველო აღარ არის ის მართლა ის ვასალი ქვეყანა რა, რომელიც უკიდურეს პერიფერია იყო სოფლიო გადაწილების პერიოდში, დისკურსების მთელი ეპისტემეების და ამ ცვლილებების პირობებში ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, ვინც პოლიტიკას დავსვით, მიმართულებებს დავსვით, კულტურული ფაქტორი, კანონები, ყველაფერი და მე ხო, ანუ ჩვენ გავუშვით ცენტრისკენ რა, სიგნალები, ეგრე შეგვიძლია ვთქვათ. ნუ დღეისათვის ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი გველის წინ და ჩვენი გადაცემა კიდე თავის სახელს აერთი 1000 დამართლებს. ჩვენ პირდაპირ არ გვეგონა თუ 101 ერთში დაждდებოდა, იმიტომ რომ პირდაპირ დაისი, აღარავით არის მეტაფორა. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.